დილამშვიდობის და დილაბედნიერებისა მეგობრებო, მოგიკითხავთ ყველას და მე დილით გადავწყვიტე გავაკეთო გაშლა უკონტაქტო ურთიერთობაზე. მოდი ვიკითხოთ, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და რღვევს დუმილს. მოდი ვნახოთ. დარღვევს თუ არა ის დუმილს ერთი თვის განმავლობაში, მომავალ ერთ თვეში. გავაკეთოთ ორ ვარიანტად და პირველი ვარიანტი ეს იქნება სიგნიფიკაცია. მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი იყოს ლაბრადორიტი. და მეორე იყოს ავანტურინი. აბა, კონცენტრირდით. რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, სწორედ ის იქნება თქვენი ვარიანტი. იმედი აირჩიეთ, გადავდოთ მეორე ვარიანტი და პირველებო, მე მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გავაკეთეთ სიგნიფიკაცია, რადგან იცით, რომ ეს არის საჯარო გაშლა და 100%-ით არ იქნება რეზონირებადი. პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ მითითებულ ნომერზე, WhatsApp-ზე დამიკონტაქტდეთ. თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია არის ელოდებით. ელოდებით შეიძლება ორივე თქვენგანი ელით ერთმანეთისგან დუმილის დარღვევას. მაგრამ ორივე ხართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც არის პიკი, უკვე გაუსაძლისია აი ეს ლოდინის რეჟიმში ყოფნა. თუმცა თქვენ ორიენტირებული ხართ არა იმაზე, რომ გადადგათ ნაბიჯი, ან თქვენ, ან მან. ორივე ფიქრობთ, რომ გამარჯვებულები ხართ თქვენი დუმილის სანაცვლოდ. ფიქრობთ, რომ თქვენი დუმილით თქვენ მოიპოვეთ აღნიშნულ სიტუაციაზე თუ მასზე გამარჯვება და გაართვით აი ამას თავი. თუმცა მეორე საკითხია ის, რომ აი ამ დუმილმა თქვენი ურთიერთობა დააზარალა. ამაზე კონცენტრირებას არ აკეთებთ არც ერთი თქვენგანი, მაგრამ ორივე ხართ მოლოდინის რეჟიმში. მოდი ვნახოთ. ერთი თვის განმავლობაში თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი დარღვევს დუმილს. ერთი თვის მიუხედავად იმის, რომ ძალიან სურს კონტაქტზე გამოსვლა, ძალიან ეჭვიანობს, ჯერ კიდევ შეეცდება ეს ადამიანი, რომ რაღაც მომენტში არ იაქტიუროს. თუმცა მის გონებაში და გულში სიბრაზე და მონატრება ერთმანეთს ცვლის. საოცრად ეჭვიანობს ეს ადამიანი, რადგან მისთვის ხართ ისეთი ქალი, რომელსაც გულგრილად ვერც ერთი მამაკაცი ვერ ჩაულის გვერდით. მოდი კიდევ ვიკითხოთ. გავიგეთ, რომ ეჭვიანობს, გავიგეთ, რომ აი ეს გაურკვევლობა და დუმილის ტანჯავს გამოვა კონტაქტზე დარღვევს დუმილს.
1 თვის მანძილზე. ამ ადამიანს მეგობრებო, თქვენგან სურს ეს ყველაფერი მიიღოს. თქვენგან სურს თვითონ იკეტება და 1 თვის მანძილზე გეტყვით, რომ ეს ადამიანი დუმილს არ დაარღვევს და თქვენგან ელოდება ის იმას, რომ გახვიდეთ კონტაქტზე. ყოველ შემთხვევაში თვითონ აქტიურობა არ უჩანს და მოდი ნახოთ, ამ შემთხვევაში რჩევა მინდა თქვენთვის ამოვიღო. რას გირჩევთ ტარო თქვენ? ტარო თქვენ გირჩევთ მიხედოთ თქვენს ახალ გზას, თქვენს რეალობაში ჩანს ახალი ჰორიზონტი, სადაც გელოდებათ ახალი გზა, ახალი შესაძლებლობები და აუცილებლად ეს მიგიყვანთ თქვენი ემოციური სისავსის გზამდე, სადაც თქვენ მოიპოვებთ სიმშვიდეს და ბედნიერებას. ასე რომ ტარო გირჩევთ, მიხედოთ თქვენს გასავლელ გზას, რომელი გზაც უკვე გამოჩნდა, ან ძალიან მალე გამოჩნდება და თქვენ აისჯიოთ თქვენი თავი აუცილებლად და აქ არ გირჩევთ ტარო, რომ თქვენ გახვიდეთ კონტაქტზე. მადლობა პირველებო, მე თქვენი დაგემშვიდობებით და დაგელოდებით კომენტარებში და მეორე ვარიანტი. ნახოთ სიგნიფიკაცია. ავანტიური. მეორე ვარიანტი. როგორი არჩევანის წინაშე ხართ მეგობრებო, ან ის, ან თქვენ არჩევანის წინაშე ხართ. შეიძლება მეგობრებო, თქვენ იყოთ არჩევანის წინაშე და არა მხოლოდ ის ადამიანი. შეიძლება თქვენს რეალობაში გქონდეთ არჩევანი, შეიძლება ორი მამაკაცი და ახლა სწორედ იმ ეტაპზე იყოთ, რომ ვერ აკეთებთ არჩევანს, ან ზუსტად ხართ სწორედ იმ მდგომარეობაში, როდესაც უნდა გააკეთოთ არჩევანი. ისახება ეს არჩევანი. კი, თქვენ ფიქრობთ ეს არჩევანი, ანუ დარჩეთ იქ, სადაც ხართ, თუ ახალი ადამიანი აირჩიეთ. შეიძლება ახალი ადამიანი ჩანს თქვენს ჰორიზონტზე და სწორედ თავს ძალას ატანთ, რომ გააკეთოთ ეს არჩევანი. მოდი ვნახოთ, დაარღვევს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი დუმილს, დაარღვევს. ენატრება თქვენთან გატარებული წარსულის მომენტები, რომელსაც ფიქრობს, რომ აღარ დაბრუნდება, მაგრამ ეს ადამიანი ფიქრობს, შეიძლება ინტერნეტით თვალყურს გადავნებთ ყველა ვარიანტში თქვენს პოსტებს, შეიძლება ფარული აკაუნთითაც ათვალიერებს და იხსენებს იმ ლამაზ მომენტებს თქვენი ერთად ყოფნის, თუმცა ვეღარ ხედავს გზას თქვენთან მოსასვლელს. შეიძლება გამოვიდეს ეს ადამიანი კონტაქტზე, რადგან მას აქვს საოცარი მონატრება თქვენს მიმართ. ნახოთ, 1 თვის განმავლობაში გამოვა ეს ადამიანი კონტაქტზე, დაარღვევს დუმილს, დაარღვევს პიკზე 1 თვის გასვლისას, პიკზე, დიახ მეგობრებო, ეს ადამიანი
დაასრულებს აი ამ დუმილს და ის მოგიკაკუნებთ კარებზე, ხა პირდაპირ მნიშვნელობით ამას გაიგებთ, შეიძლება ეს იყოს მისგან ძალიან მცირედი ლაიქი, თუნდაც თქვენს ფოტოზე ან კომენტარი, შეიძლება უბრალოდ მოკითხვა, მოსალმება. დიახ, ერთი თვის მანძილზე ეს ადამიანი დუმილს დაარღვევს. რჩევა თქვენთვის დავუპასუხოთ. დიახ, მეგობრებო, თქვენ აი ის ბარიერი, რაც გაქვთ ამ ადამიანის წინაშე აღმართული, თუნდაც ის, რომ თქვენს დუმილს ფარად იყენებდით, ეს უნდა მოიშოროთ და ახალი შესაძლებლობები მოსინჯოთ, კიდევ ახალი ემოცია დაიბადება თქვენს გულში, თქვენს რეალობაში და ტარო გირჩევთ, რომ მიყვეთ აი ამ ახალ ემოციებს, რომელიც განახლდება თქვენს ცხოვრებაში. იმედია მოგეწონათ გაშლა, მე ამას შევიტყობ თქვენი კომენტარებიდან და გელით ყველას კომენტარების ველში, იცით რომ მე მაბედნიერებს თქვენი კომენტარები, აქედან თითოეულ თქვენგანს მადლიერებას, დიდ სიყვარულს და ბედნიერებას გიგზავნით. მომავალ გაშლამდე დაგემშვიდობებით დროებით.